მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ინგუშეთში რუსულ-ქართული ფორუმი გაიმართა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის ინგუშეთის რესპუბლიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 50 ადამიანი საქართველოდან იყო. ამავე წყაროს მიხედვით, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო ბიზნეს სექტორის, სტუდენტების, პოლიტოლოგების, ბლოგერებისა და ეკონომიკური მიმოხილველების მიერ. ღონისძიების ორგანიზატორები ინგუშეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოა მითითებული. ამავე წყაროს ცნობით, ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსეთიდანაც. ის რომ რუსულ-ქართული ფორუმი გაიმართებოდა 18 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაანონსდა დავით ცერცვაძის დიასპორის გვერდზე. აქ მითითებულია, რომ ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის რუსეთი, საქართველო ახალგაზრდებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცება. გვაინტერესებდა რუსეთის ოკუპაციის ფონზე უქმნიდა თუ არა უხერხულობას მსგავსი ფორუმის გამართვა და ანონსირება. ამ შეკითხვით ინფორმაციის გამავრცელებელ გვერდსვე მივწერეთ. პასუხი არ მიგვიღია. გარდა ამისა, ფორუმის შესახებ ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება ტელეგრამ ჯგუფში, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია თუ როდის ჩავიდა ქართული დელეგაცია ინგუშეთში და რა აქტივობებს დაესწრნენ. მათ შორის გავრცელებული ფოტოების მიხედვით მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაესწრნენ პლენარულ სესიებს და კონცერტს. ტელეგრამ ჯგუფში ფორუმის დასრულების აღნიშნულ პოსტში წერია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ცეცხლაძე და რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციატივით შექმნილი რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ინგუშეთში მანამდეც იმყოფებოდნენ. ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 2023 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო კავშირზე, ახალგაზრდული ფესტივალის და არქეოლოგიური ექსპედიციების გამართვაზე იმშელეს. ბოლო 2 თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 22 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯამში უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე წყაროს ცნობით, გამოვლინდა წითელ ნუსხაში შეყვანილი სახეობების უკანონოდ ნადირობის ფაქტებიც: 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი, 9 მწყერი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა სახის შემზღუდავი რეპრესიული კანონი მიიღო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 ჟურნალისტი. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. დააკავეს პირი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად ითვისებდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით გაცემული თანხები. ჯამში თითქმის 13 მილიონიანი გრანტიდან 5 მილიონზე მეტი მართსაწინააღმდეგოდ მიიღეს. უწყების ცნობით, გარდა დაკავებულისა 7 ადამიანზე დაიწყეს სამართლებრივი დევნა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.